საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ქართველებსა და ბერძნებს ჰქონდათ მჭიდრო კულტურული, პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. ამ ქვეყნებს მომდევნო პერიოდშიც ბევრი აქვთ საერთო. ქრისტიანობის ქადაგება ორსავე მიწაზე ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ხოლო მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მეოთხე საუკუნეში მოხდა. ქართველებსაც და ბერძნებსაც საკუთარი ქვეყნების ერთიანობისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების შენარჩუნებისათვის მუდმივად უხდებოდა თავგანწირული ბრძოლა, რომელშიც ხშირად ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს. თანამედროვე საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, მაგრამ მის ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს საზღვაო სავაჭრო ფლოტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. ამიტომ საბერძნეთს ზღვის მეეტლეს უწოდებენ. დღევანდელი საბერძნეთი ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეა. მის სახელმწიფო რელიგიას მართლმადიდებლობა წარმოადგენს. მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმსარებელია. აქ ყველა ქალაქსა და სოფელში უამრავი ეკლესია და მცირე სალოცავია, რომელთაც ბერძნები დიდი სიყვარულითა და მოწიწებით უვლიან. თუმცა თანამედროვე ცივილიზაციის გავლენის ქვეშ მოქცეული ახალგაზრდობა ნაკლებად მისდევს ეკლესიურ ცხოვრებას, რაც ძალიან აღელვებს სამღვდელოებას და საზოგადოების დიდ ნაწილს. მაგრამ საბერძნეთში კვლავაც ცოცხალია ასკეტური მოღვაწეობის უნიკალური კერა ათონი, რომელიც დაუცხრომლად იზიდავს მომლოცველებს როგორც თვით საბერძნეთიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ათონის წმიდა მთა არის აუღებელი სიმაგრე, ცენტრი თანამედროვე მსოფლიო მართლმადიდებლობისა. მე-18 საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის მეუფე ტიმოთე გაბაშვილის ცნობები ათონის შესახებ. თაწმიდა არს ირგვლივ 24-ისა ჟამისა სავალი, მთა და ტყიანი ნიგვზითა, წაბლითა და ხილთა და ვენახთაგან აფსილი. კაცნი ვითარცა ირემნი ბუდობენ და შუასა ზედა ათონი, მთა მაღალი, მსგავსი კავკასიისა. ყინვითა აღსავსე მადინებელი მდინარეთა, ამა მთისა კალთანი სავსე არს მონასტრებითა მრავლითა და ეკლესიითა ურიცხვითა. რიცხვსა იტყვიან 1500-საოდენ. ზოგნი დიდნი მონასტერნი, ზოგად ცხოვრებულთა სამყოფი. სხვანი მცირედნი მონასტერნი, კვასაყოფელითა ბაღითა, ვენახითა, მწირის ნახნავითა, წიგნითა და შესამოსლითა სავსე. ეგეოსის ზღვაში შეჭრილი ქალკიდიკის ნახევარკუნძული თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს. მისი სამხრეთი მხარე თავის მხრივ ბოლოვდება სამი შვერილით, ესენია კასანდრა, სიტონია და ათონი. სწორედ ათონის მიწას ხვდა წილად უდიდესი პატივი. აქ ქრისტიანობა იქადაგა თვით მარიამ ღვთისმშობელმა. საეკლესიო გადმოცემით მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ეკადაგა ქრისტიანობა. ზეციურ დედოფალს წილად ხვდა ივერიის ქვეყანა, ანუ საქართველო. შემდგომად ამისა ღვთისმშობელს გამოეცხადა ძე მისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უთხრა: "ჰოი დედაო ჩემო, არაუგულებელყო ერიგი შენი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა მეოხებითა შენთა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია, ნაწილს ამას შენ დახვედრებულსა და თანაც არატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი კვიდრობდეს მცველად მათ და უკუნისამდე ჟამთა." უძველესი ათონური გადმოცემის თანახმად, კუტრეთით აღდგომილმა ლაზარემ, კვიპროსის ეპისკოპოსმა, დედა ღვთისა იოანე მახარებელთან და მოწაფეებთან ერთად თავისთან მიიწვია. გზავრობისას ზღვაზე ამოვარდა ქარიშხალი და ღვთისმშობლის გემი ათონის მთის ნაპირს მიადგა. იქ აღმართული კერპები სასწაულებრივად ამეტყველდნენ და ხალხს ერთხმად მოუწოდეს განშორებოდნენ მათ და ღვთის დედას შეგებებოდნენ. ღვთისმშობელმა დალოცა ათონი და თქვა: "დაე ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცამე ჩემი ძისა და ღმრთისაგან, და ღმრთის მადლი იყოს ამ ადგილსა და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა ზედა. მე ვიქნები ამ ადგილის მფარველი და შუამდგომელი ღმრთის წინაშე." ღვთისმშობლის ქადაგებას იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ პირველი საუკუნიდანვე ათონის ნახევარკუნძულზე დაიწყო ფერული მოღვაწეობა. მეოთხე საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს გაჩნდნენ განდეგილები. მერვე მე-9 საუკუნეებში კი ეს ნახევარკუნძული იმკვიდრებს ათონის წმიდა მთის სახელს.
Δεσποινα βοήθησον, εφημείς πλαγνιστήσαν, σπρέψον απολύμεθα, υποπλήθους πνευμάτων, μη αποστρέψεις τους δούλους καινούς, στέγα και μόνη, ελπίδα και κτήμεθα. Δόξα Πατρί και Υιό και Αγίο Πνεύματι, και νυν και αεί και εις τους αιώνας των αιώνων. Αμήν. Ουσιοποιήσομεν ποτέ Θεοτόκε, τας δυναστείας σου λαλήνη ανάξι, η μοίραξη προείστασο πρεσβεύουσαν, της ημάς ερήσατο, εκτός σου των κινδύνων, της δε διεφύλαξεν, έως νυν ελευθέρους, που καποστόμεν δεσποινα εξού, σου διαλδούλους σώζεις αεί, εκ παντίων δεινών. საუკუნეების მანძილზე ათონის წმიდა მთა იქცა მართლმადიდებლობის ციტადელად, სავანედ, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების ბერები და განდეგილები მოღვაწეობენ. დღეს აქ 20 მონასტერი და განდეგილთა უამრავი სენაკია. ათონის წმიდა მთა წარმოადგენს ზღვაში შორს შეჭრილ კლდოვან ქედს, რომლის სიგრძე 60, სიგანე კი 12 კილომეტრია. მასზე მოხვედრა მომლოცველთათვის შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო გზით, ქალაქ ურანოპოლისიდან მიმავალი გემით. წმიდა მთა საბერძნეთის სახელმწიფოში ავტონომიის სტატუსითაა შესული. მას გააჩნია საკუთარი დროშა, გერბი, საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა, ვიზები და საავტომობილო ნომრებიც კი. ტიპიკონის თანახმად 1000 წელია, რაც ამ ტერიტორიაზე ქალს ფეხი არ დაუდგამს. აქ მდედრობითი სქესის ცხოველების ყოლაც კი აკრძალულია. ათონის მთის მონასტრების იღუმენთა კრება წმიდა კინოტის სხდომა იმართება წელიწადში ორჯერ ათონის მთის დედაქალაქ კარეასში. ამ სხდომას ხელმძღვანელობს პროტი, ანუ კინოტის თავმჯდომარე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან პროტატთან ერთად. დროის ათვლა ათონზე უძველესი ბიზანტიური წესის თანახმად მზის ჩასვლიდან იწყება. აქ შუაღამედ მიჩნეულია დაისი და რადგან ყოველ თვეში მზე სხვადასხვა დროს ჩადის, ათონელებს ყოველთვიურად საათის გადაწევა უხდებათ. წმიდა მთაზე ღვთისმსახურება სრულდება ძველი ბიზანტიური წესის მიხედვით. ტაძრები მხოლოდ სანთლებითა და კანდელებით ნათდება. მონასტრებში ღვთისმსახურება შუაღამეს იწყება და გამთენიისას მთავრდება. წირვის შემდეგ ტრაპეზამდე ბერებს აქვთ თავისუფალი დრო, შემდეგ კი მორჩილებებს ასრულებენ. მზის ჩასვლისას მწუხრის ლოცვა იწყება, რომელიც დაახლოებით 1 საათს გრძელდება. მწუხრს ვახშამი მოსდევს, შემდეგ მონასტრის კარიბჭე იხურება და სენაკებში განმარტოვებული ბერები თავიანთ ლოცვით კანონებს ასრულებენ. ათონზე ბერები ძალიან ცოტას ჭამენ. მათი საკვები უბრალოა და მწირი. საუზმეზე მურაბას, ჭვავის პურსა და ბალახების ჩაის მიირთმევენ. პურს კვირაში ან 10 დღეში ერთხელ აწყობენ. ვიდრე ძველი პური არ გაუთავდებათ, ახალი არ წყვება. მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე დიდი მამა ათანასე ათონელი აგებს პირველ მონასტერს, რომელსაც ათონის დიდი ლავრა ეწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ აშენდა ვატოპედის მონასტერი. მესამე მონასტერი ათონის წმიდა მთაზე 982 წელს ჩნდება. ეროვნებით ქართველი ბერები ექვთიმე, გიორგი და იოანე ათონელები აგებენ ივირონის ქართველთა მონასტერს, ათონური გადმოცემით ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ღვთისმშობლის გემი მიადგა წმიდა მთას. ქრისტეს მშობლიდან მეორე 1000 წლეულის დასაწყისში ღმერთმა საქართველოსა და მთელს მართლმადიდებელ ეკლესიას მიჰმადლა ათონის მთაზე მოღვაწე უდიდესი წმინდანები: იოანე და ექვთიმე, გაბრიელი, იოანე თორნიკყოფილი, გიორგი მაშენებელი და გიორგი მთაწმინდელი. იოანე ათონელი მეფე დავით კურაპალატის სასახლის კარის მაღალი თანამდებობის პირი იყო, მაგრამ ღვთის სიყვარულით მან მიატოვა ამ ქვეყნიური დიდება და ტაოში 4-თა ეკლესიაში იოანეს სახელით ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით იგი გადავიდა მცირე აზიის ულუმბოს მონასტერში.
იმ დროს კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორთან მძევლად იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი ძე ექვთიმე. მცირე ხანში ღვთისნებით იოანემ შეძლო ექვთიმეს ულუმბოში გადმოყვანა. მე-10 საუკუნის 60-იან წლებში კი იგი თავის ძესთან და რამოდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე ათანასე ათონელის ლავრაში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ იოანეს სახელითვე ბერად აღიკვეცა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი და ისიც ღირსი იოანეს სიყვარულით მასთან ერთად დამკვიდრდა ათონზე და იწყეს მიერიდან ქართველთა მისვლად და განმრავლებად. $978 წელს არასრულწლოვან ბიზანტიის იმპერატორებს ბასილისა და კონსტანტინეს მცირე აზიის მმართველი ბარდას კლიაროსი აუჯანყდა და კონსტანტინოპოლის სამეფო ტახტს დაემუქრა. დედოფალ თეოფანიას დავით კურაპალატისა და ათონელ ბერთა თხოვნით თორნიკ ყოფილ ბერ იოანეს კვლავ მოუხდა ხელში מחვილის აღება. მისი სარდლობით 12,000-მა ქართველმა მხედარმა მდინარე ჰალისას ხეობაში სასტიკად დაამარცხა ბარდას კლიაროსი. უფლის შეწევნით უთანასწორო ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებისთვის მიღებული დიდძალი ქონებით იოანემ და თორნიკემ დაასრულეს ქართველთა მონასტრის ივირონის მშენებლობა, რომელსაშინა აღამართნეს ეკლესიანი ცათა მობაძვნი და აღავსნეს იგინი წიგნითა მიერ ღვთივსულიერითა და განაბრწყინვნეს იგინი ხატთა მიერ პატიოსანთა და მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამვით არცა ანგელოზნი ღმრთისანი. ქართველმა ბერებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ათონის წმიდა მთის სხვა მონასტრებსაც. ივერიის სავანის წიგნთსაცავში დღესაც ინახება უდიდესი სიწმინდე, ღირსი იოანეს, ანუ თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი. ივირონის წინამძღვარმა იოანემ, ვითარცა მწყემსმა, წმიდა მთაზე მოღვაწე ქართველები ერთად შეკრიბა და ივერთა სავანეში დაამკვიდრა. სიყრმეში განუკურნავი სენით დაავადებულ ექვთიმეს იოანეს ლოცვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა. უცხოობაში დიდხანს ნამყოფ ექვთიმეს ქართულად ლაპარაკი უჭირდა. ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ კი ის ყველა ქართველზე უფრო წმიდად ალაპარაკდა. ამის გამო ექვთიმე მამის კურთხევით ბერძნული ენიდან საღვთო წიგნების ქართულ ენაზე თარგმნას შეუდგა. ღვთისმსახურების შემდეგ, როდესაც მონასტრის მკვიდრნი ისვენებდნენ, იღუმენი წმიდა წერილსა და წმიდა მამათა ქმნილებებს თარგმნიდა. სიყრმიდან სიკვდილამდე ფარულად რკინის პერანგით შემოსილ ექვთიმეს დაემარხა სიწმიდე, ქალწულებայի შეუხებელი და უბიწოი ვითარცა ანგელოზსა ღმრთისასა და ცათაშინა მყოფსა. 14 წლის შემდეგ ივირონის იღუმენმა დაუტევა წინამძღვრობა და სენაკში განმარტოვებულმა დარჩენილი ცხოვრება საღვთო წიგნების თარგმნას მიუძღვნა. მე-11 საუკუნეებში ივირონმა უდიდესი საგანმანათლებლო მისია აღასრულა ქართველი ერის წინაშე. ღირსი მამების იოანეს და ექვთიმეს ღვაწლი გიორგი მაშენებელმა განაგრძო. ბაგრატ კურაპალატის დახმარებით მან ივირონის მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ააგო, სადაც იოანესა და ექვთიმეს წმიდა ნაწილები გადმოასვენა. წმიდა გიორგი ათონელის მონდომებითა და ღვაწლით 1030 წელს აიგო მონასტრის პირველი კათოლიკონი მარმარილოს იატაკით, რომელზეც დღემდე შემორჩენილია წრიული წარწერა. მე ავაგე სვეტები ამ მონასტრისა და საუკუნეთა განმავლობაში ნურავინ დაძრავს მას. გიორგი ათონელი, იბერიელი ქტიტორი. ივირონის ქტიტორები უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ათონელ ბერებს შორის. ერთ-ერთი ათონური გადმოცემით ფერისცვალების დღესასწაულზე მამები ჩვეულებისამებრ ღამისთევით სალოცავად შეიკრიბდნენ ათონის მწვერვალზე აგებულ ეკლესიაში. წირვა ლოცვას მამა ექვთიმე აღავლენდა, ბერები კი გალობდნენ. როდესაც მან საკურთხეველში ძღვენი შეაბრძანა, უეცრად თავზარდამცემი გრგვინვა გაისმა და მთა იძრა. მამა ექვთიმე კი ცეცხლის სვეტის მსგავსი შეიქმნა. შეშინებული ბერები პირქვე დაემხნენ. წმიდა ექვთიმემ მამები წამოაყენა და უთხრა: ნუ გეშინინ ძმანო, რამე თუ მოხედვაი საღმრთოი იქნა და ქრისტემ თავისი დღესასწაული ადიდა.
ქრისტეს შობიდან მერვე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს მმართველობის დროს წვინვარებდა ხატმებრძოლობის მწვალებლობა. მისი ბრძანებით მთელს იმპერიაში დაძრწოდნენ მზვერავები და შეიარაღებული მხედრები. ისინი სასტიკად აწამებდნენ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს, რომელნიც წმიდა ხატებს სცემდნენ თაყვანს. თვით ხატებს კი ანადგურებდნენ. იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი და კეთილმსახური ქვრივი ქალი თავის ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რაც არ გამოჰპარვიათ იმპერატორის მხედრებს. როდესაც ისინი შეცვიდნენ ქვრივის სახლში, ერთ-ერთმა მათგანმა ხატს განრისხებით ჰკრა მახვილი. მყისვე ყოვლადუბიწო ქალწულის ხატიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან გადმოედინა სისხლი და შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ქვრივმა თავის ძესთან ერთად დიდი მოკრძალებით ხატის ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ დაემხო წმიდა გამოსახულების წინ და მარადის ქალწულს შეღაღადა. დედუფალო, შენ ვითარცა ღვთისმშობელს, ძალგიც გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან. ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმიდე ზღვაში ჩაუშვა და იხილა სასწაული. ხატი ზე აღიმართა და დასავლეთისკენ გასცურა. ქვრივმა ადი და უფალი და შვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გევედრები რათა გაიქცე. ვაჟი დაემორჩილა დედის ნებას. მცირე ხანში იგი ათონის ნახევარკუნძულზე დამკვიდრდა და იმ ადგილას, სადაც მან მიიღო მონაზვნობა. ღვთის სათნო 8 წლში განვლო ცხოვრება და კეთილად აღესრულა. უეჭველია, რომ უფლისნებით მოხდა მისი წმიდა მთაზე გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. მხოლოდ 200 წლის შემდეგ იხილა ათონის წმიდა მთის ძმობამ ღვთის დედის საკვირველთ მოქმედი ხატი, ხოლო სად იმყოფებოდა იგი მთელი ამ ხნის მანძილზე, იცის მხოლოდ ყოვლის მეცნიერმა უფალმა. პირველი 1000 წლეულის დასასრულს 999 წელს დიდ მარხვაში ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი. მამები რამოდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ ნავით მიახლოვებოდნენ, მაგრამ სიწმიდე მუდამ შორდებოდა მათ. ვნების შვიდეულში წმიდა მთა გლოვის ძაძები შეიმოსა. მთელი ათონიდან ზღვის ნაპირთან შეკრებილი ბერები და განდეგილები ცრემლით ინანიებდნენ ცოდვებს და პარაკლისებს უხდიდნენ ღვთისმშობელს, მაგრამ ნათლის სვეტი კვლავაც არ იკარებდა მათ. რამოდენიმე დღეში ივირონთან ახლოს მდებარე მთაზე დაყუდებულ ქართველ ბერს, მამა გაბრიელს ძილში ყოვლადუბიწო ქალწული გამოეცხადა და უთხრა: აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ ნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას. განთიადზე ივირონის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით ნაპირზე გამოვიდნენ. გაბრიელმა ილოცა, შემდეგ ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე და საკვირველად განვლო წყალი ვითარცა ხმელეთი. მან იხილა, რომ ნათელი ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. პირჯვარი გადაისახა და ხელში აიღო ნათლით შემოსილი სანატრელი სიწმინდე. ეს ამბავი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე მოხდა. იმ ადგილზე, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, საკვირველთ მოქმედმა წყარო მამოსჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია. Oh
ათონის წმიდა მთაზე ზღვით მოსულ სასწაულთ მოქმედ ხატს ივერიის ღვთისმშობლის ხატი ეწოდა, რადგან მან თავის სამყოფელად ივირონის მონასტერი აირჩია. ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში დაასვენეს. მეორე დღეს ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შემოსულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილზე დააბრუნეს. სასწაული რამოდენიმეჯერ განმეორდა, სანამ გაბრიელმა კვლავ არ იხილა ძილში ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: „გამოუცხადეთ ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდება თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა. ბერებმა ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და საკვირველად მოქმედი ხატი იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღვთისმშობლის მიერ არჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იგი პორტაიტისად, ანუ კარიბჭისად იწოდება. ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი მიბრძანება ივირონის ქართველთა მონასტერში კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მფარველია როგორც წმიდა მთისა, ასევე სრულიად საქართველოს. ღვთისმშობლის წილხვდომილობა უდიდესი პატივია. ამავე დროს იგი ნიშანია იმისა, რომ ზეციური დედოფლის მფარველობაში მყოფს საქრისტიანოში ყველაზე რთული მისია აკისრია, დაიცვას ჭეშმარიტი სარწმუნოების, ანუ საღმრთო სწავლების სიწმინდე. ამ მისიის აღსრულებას საუკუნეების მანძილზე ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა როგორც საქართველო, ასევე წმიდა მთა. ათონზე ყოველ მონასტერს ღვთისმშობლის საკუთარი სასწაულთ მოქმედი ხატი აქვს, რომელთაც ბერები დიდი მოწიწებითა და პატივისცემით უვლიან. მათ შორის ყველაზე დიდ სიწმინდედ ითვლება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, პორტაიტისა, რომელიც ათონელთა მიერ მიჩნეულია წმიდა მთის იღუმენიად. ამ ხატის მიმართ თავის პატივისცემას ხალხი ყოველთვის გამოხატავდა ურიცხვი შეწირულობებით. საუკუნეების მანძილზე მეფენი, დიდებულნი, მოგზაურნი და უბრალო მორწმუნენი სწირავდნენ მას ოქროსა და ვერცხლის მონეტებს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, სხვადასხვა სახის განძეულობასა და სიმდიდრეს. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. თანამედროვე ადამიანები უხვად სწირავენ ივერიის ღვთისმშობლის ხატს ოქროს საათებს, სამაჯურებს, ბეჭდებს და სხვა ძვირფას ნივთებს. ერთმა მომლოცველმა, ტეკვანდოს ჩემპიონმა, პორტაიტისას საკუთარი ოქროს მედალიც კი შესწირა. ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლსაც მიეცა ამ ხატისადმი საკუთარი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის საშუალება. გარდა იმისა, რომ ხატის საგანძურში გაჩნდა ქართველ მორწმუნეთა შემოწირულობები, პორტაიტისას 13 კანდელს შეემატა საქართველოს საპატრიარქოს მიერ შეწირული მე-14 კანდელი, რომელიც შექმნეს ქართველმა ოქრომჭედლებმა ათონური ტრადიციის მიხედვით. როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო და ჩვენი სახსენებელი დარჩა ქვეყანასა ზედა, მაშინ, როდესაც გარემოს მისცა დაეცნენ და განქარდნენ
უმძლავრესნი მეფობანი და ერნი. მიზეზი ამისი არის, რომ ჩვენი ერი იყო ყოველთვის ერთგული საღვთოისას ჯულისა და ღმერთი ციფარვიდა მას მეოხებითა და ფედრებითა დედისა მისისაითა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა. წერდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ქართველი ბერების ლოცვა კარის ღვთისმშობელთან უდიდესი სასოების მომნიჭებელი იყო მუდმივად განსაცდელში მყოფი ჩვენი ქვეყნისათვის. ბოლო საუკუნეებში შექმნილი უმძიმესი ვითარება ივირონელი ბერების ცხოვრებაზეც აისახა. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული ივირონში ქართველი ბერების რიცხვმა იკლო, ხოლო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენი თანამემამულეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ძვირფასი სავანე. ღვთისმშობელი მუდამ იჩენდა მზრუნველობას თავისი წილხვედრი ქვეყნის მიმართ და იცავდა მას მძიმე განსაცდელის ჟამს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოში მართლმადიდებელ სარწმუნოებას უდიდესი საფრთხე ელოდა, ყოვლადუბიწო ქალწულმა კვლავ დაიფარა ქართველი ერი. 1905 წელს მისი მეოხებით და უფლისნებით ათონის წმიდა მთიდან აქ პორტაიტისას 2 ასლი ჩამობრძანდა. ერთმა გურიაში, ჯიხეთის დედათა მონასტერში, ხოლო მეორემ კახეთში, ბოდბის დედათა მონასტერში დაივანა. რასაც მოყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს. ამ ხატის მესამე ათონური ასლი 1919 წელს საგანგებოდ შეიქმნა სამთავროს ფერისვალების დედათა სავანისათვის, სადაც დღემდე იმყოფება. ივერიის ღვთისმშობლის სამივე ეს ხატი სასწაულთ მოქმედია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ზუსტ ასლს. ათეისტურმა ძალადობამ ჩვენი ერის მნიშვნელოვან ნაწილს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის არსებობაც კი დაავიწყა. ათონის მთასთან სულიერი კავშირის აღდგენა ჩვენს ქვეყანაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს უდიდესი ღვაწლითა და მეცადინეობით დაიწყო. წმიდა მთის სიწმინდეებისა და განსაკუთრებით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვის განახლება ჩვენი ერის სულიერი აღდგომის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი იყო. მისი უწმიდესობის წინამძღოლობით ქართველი ერის მიერ აღვლენილი ლოცვა შეიწირა ღვთისმშობელმა და გაგხვდა ღირსი უდიდესი წყალობისა. 1999 წლის 9 ოქტომბერს იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე საქართველოში ათონის მთიდან ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგანგებოდ შესრულებული ასლი. ბერებს იგი 40 დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავდაპირველ ხატთან, რათა ასლს დედანისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში. დედა ხატმა აკურთხა თავისი ასლი და უხილავად გადასცა მას ლოცვა კურთხევა თავისი წილხვედრი ქვეყნისათვის. მე-20 საუკუნის ბოლოს 70-წლიანი კომუნისტური ღვთისმბრძოლობისა და ანტიეროვნული პროპაგანდის მიუხედავად, ქართველი ხალხი მასიურად მიუბრუნდა ეკლესიურ ცხოვრებას და მტკიცედ დაადგა ეროვნული თვითგამორკვევის გზას. დედა ღვთისმშობელმა კვლავ მოიღო მოწყალება და თვისი სასწაულთ მოქმედი ხატი, ვითარცა მალამო და დედობრივი ნუგეში, მოუვლინა ივერთა ქვეყანას. ხატის ჩამობრძანების შემდეგ მოკლე ხანში აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. როდესაც სიონის საკათედრო ტაძარში იგი პერანგით უნდა შეემკოთ, დამცავ მინაზე სასწაულებრივად აღბეჭდილი პორტაიტისას წმიდა გამოსახულება შეამჩნიეს. მოგვიანებით ეს გამოსახულება დამოუკიდებელ ხატად იქცა და სიონის ვახტანგ გორგასლის ეკვდერში დაიდო ბინა. ეს იყო ერთ-ერთი სასწაული ამ ხატისა. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტროპარში ვკითხულობთ, რომ ეს ხატი უხვად ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებას მის მიმართ მხურვალედ მვედრებელთა. პორტაიტისას საგანგებო ასლის საქართველოში მოვლენებით ღვთისმშობელი მოგვიწოდებს მისდამი ერთსულოვანი თაყვანისცემის აღსრულებისაკენ. დღეს საქართველოს სწორედ რომ უხვად სჭირდება სულისა და ხორცის სიმრთელენი და კურნებანი. ღვთისმშობლისადმი საყოველთაო ლოცვა-ვედრების აღორძინებას ემსახურება თბილისში მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მამათა მონასტერი, რომლის მშენებლობის დაწყებას წინ უსწრებდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადება და თვეების მანძილზე მახათას მთაზე მლოცველთა უწყვეტი ნაკადი მთელი საქართველოდან. ხატის მომლოცველთა რიცხვი ისე გამრავლდა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო გადაწყვეტილება მახათას მთაზე
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ. საქართველო მუდამ გამოირჩეოდა ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის მაღალი ტრადიციით. დღეს ამ ტრადიციის აღდგენის პროცესში ჩვენი ერისათვის მეტად მნიშვნელოვანია ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისადმი მსახურების უმდიდრესი ათონური გამოცდილება. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გახშირდა მოლოცვითი მოგზაურობები ათონის მთაზე და განსაკუთრებით ივერონის მონასტერში. გმადლობთ უფალს, გმადლობთ ღვთისმშობელს და გმადლობთ თქვენ ათონელ მამებს და ძმებს წმიდა მთის სიწმინდეების შეხებისათვის და ზიარებისათვის. წმიდა მთისადმი სიყვარულის განათლებულმა ტალღამ ქართველ ხალხს გაუჩინა სურვილი თბილისში მახათას მთაზე ივერიის მონასტრის აშენებისა. ივერიის მონასტრის აშენება თბილისში საშუალებას მისცემს ჩვენს ხალხს უფრო მეტად გაიცნოს და შეიგრძნოს ათონის სულისკვეთება. ეს მონასტერი ჩვენთვის გახდება დამაკავშირებელი ხიდი თქვენთან. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში მართლმადიდებლობის დაცვის თქვენი მდიდარი გამოცდილება. ჩვენი მთავარი მიზანია მივიღოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლი და ლოცვა-კურთხევა თბილისში ივერიის მონასტრის მშენებლობისათვის. ამ საქმეში ჩვენ ვითხოვთ წმიდა მთაზე გაბრწყინვებულ მამათა მეოხებას და თქვენს დღეს მოღვაწე ათონელი მამების ლოცვას და სულიერ თანადგომას. კიდევ ერთხელ ქეთს ვიხდით თქვენს წინაშე და გმადლობთ ქრისტეს მიერი თავდადებისა და სიყვარულისათვის. ათონის წმიდა მთაზე დოქიარის ბერძნულ მონასტერში იმყოფება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლ შემსმენელად წოდებული ხატი, ყოველთა მის მიმართ სარწმუნოებით მოლტოვილთა უმალ მეოხი და შემწე. ამ სასწაულთმოქმედი ხატის კანონიკური ასლი საქართველოსთვის შესრულდა და პერანგით შეიმოსა დოქიარის სავანის იღუმენის მამა გრიგოლის კურთხევით. მონასტრის ძმობამ უდიდესი სიყვარულით უძღვნა ეს ასლი ივერიის ეკლესიას, რასაც მოწმობს მის პერანგზე ამოტვიფრული წარწერა. დოქიარის მონასტერი ამ ხატს წირავს ქართველ ხალხს. Εγώ σας βλέπω, σεβασμιότατε, σαν ένα συντηρητικό επίσκοπο. Მადლობთ ღმერთს, რომ საბოლოოდ შეიქმნა და მოირთო ეს საოცარი ხატი. იგი მზეზე უფრო ბრწყინვალეა და მალე გაავრწინებს მთელ საქართველოს. ჩვენ ბერები არა მარტო დოქიარის მონასტრისა, არამედ სრულიად ელლადის მართლმადიდებელი ეკლესიისა, მთელი სულითა და გულით გიძღვნით ამ ძვირფას საჩუქარს, რომელიც მალე ნათლით შემოსავს სრულიად საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი გულით მიენდობა მას და იგი ყოველთა ჩაგრულთა ნუგეშინის მცემელი იქნება. იგი შეიქმნება მალამოდ თქვენი ტკივილისა, განმათავისუფლებლად თქვენი მოდნისა, ბურჯად მართლმადიდებლური მრწამსისა და გამანადგურებლად მტრებისა, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან თქვენს ერსა და სარწმუნოებას. კეთილ მგზავრობას ვუსურებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მხურვალედ ვევედრებით, რომ თქვენს ქვეყანაში ჩაბრძანებულმა ჩვენც არასოდეს დაგვივიწყოს. კეთილი იყოს თქვენი მგზავრობა, თქვენო მეუფებაო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დალოცოს და აკურთხოს ქვეყანა ივერიისა. არ მოკლებოდეთ მსწრაფლ შემსმენელის მადლი და ავსილიყავით მისი სასწაულით.
მეტად საყურადღებო და მანუგეშებელია ის ფაქტი, რომ სწრაფულ შემსმენელი ხატის ასლი საქართველოში ჩამობრძანდა 2005 წლის 12 მაისს, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. დაახლოებით 1 თვის თავზე, სამებობას, იგივე სულთმოფენობას, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია მეორეს მოწვევით საქართველოში ჩამობრძანდა ათონის წმიდა მთის წარმომადგენლობითი დელეგაცია 13 ღირსი მამის შემადგენლობით. ეს იყო ღვთისმშობლის წყალობისა და ლოცვა კურთხევის კიდევ ერთი გამოვლინება. ათონელმა ბერებმა რამდენიმე დღის განმავლობაში მოილოცეს ყოლაწმიდა სამების, სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრები. ცხეთის ჯვრის, დავით გარეჯის, გარეჯის ნათლისმცემლის, ალავერდის, ბეთანიისა და ფერისცვალების მამათა მონასტრები, მამა დავითის და მეტეხის ეკლესიები, სამთავროს, ბოდბის, ფერისცვალების და ახალი შუამთის დედათა მონასტრები, აგრეთვე გორის საკათედრო ტაძარი და ატენის სიონი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მონაწილეობა მახათას მთაზე ივირონის ქტიტორების, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ბაზილიკის საძირკვლის კურთხევაში. საძირკველში ჩატანებულ სიწმინდეებს შორის იყო მიწა ივირონის მონასტრიდან და ათონის მთის სხვა წმინდა რელიქვიები, რომლებიც მათ საგანგებოდ ჩამოიტანეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, პირადად თქვენს მიმართ გამოვხატავ ათონის მთის ყველა ბერის სახელით უღრმეს პატივისცემას და მივესალმები ღვთისმოსავ, ღვთისრჩეულ მორწმუნე ერს, საყვარელ ქართველ ხალხს. ათონის მთაზე დაახლოებით 1900 ბერია. დღეს ყველა მათგანი ხარობს ქართველ მორწმუნე ხალხთან ერთად და გიძღვნით ლოცვას, რათა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა პორტაიტისამ და წმიდა მამებმა დაიფარონ საქართველო. ჩვენ ჩამოვიტანეთ ათონის მთიდან მიწა, წმიდა გაბრიელ ბერის სკიტიდან ქვა და ასევე ჯვარი წმიდა მთისა და წმიდა კინოტის სახელით, რათა ყოველივე ეს დაიდოს ამ მშენებარე მონასტრის საძირკველში. გფარავდეთ ათონის მთისა და ყოველი ქრისტიანის მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. შეგეწიოთ ივერთა სავანის ქტიტორები, წმიდა იოანე, ექვთიმე, გიორგი, გაბრიელი და მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე თან გდევდეთ მათი უხვი წყალობა. ამინ. უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალე ჩვენ. ამინ. ჩვენ ცხოვრობთ იმ დროს, როცა მსოფლიოს ალესმის რადის მართლმადიდებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსოფლიოს დავანახოთ რა არის მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომ ის სარწმუნოება, ის წმინდა მოციქულების სარწმუნოება, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც დაარსებდა ჩვენმა იესო ქრისტე. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი მოწამეობის, ტანჯვის, განსაცდელის, ეკლესიების დრევის, აი ეს რეზიდენცია, ეს შენობა იყო ჩამორთმეული და აქ იყო მოქმედებდა პოლიციის სამმართველო.
აი ამ შენობაში იყო დაბატიმებული ჩვენი დიდი კათოლიკოს პატრიარქი ამბროს ხელარია, აქედან წაიყვანეს და მას მიუსაჯეს დახვრეტ. მას კითხეს, თუ რა იქნება მისი უკანასკნელი სიტყვა, ჩემი სულიერი ღმერთს, სამშობლოს და მსხვილს, რაც გინდათ ისუთელი. მადლობთ ღმერთს, რომ ძლიერდება ეკლესია და ძლიერდება მასთან ერთად ერი ჩვენი. და თქვენი ჩამოსვლა მატებს დიდ ძალას, დიდ მადლს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ეს გზა ჩვენი სიცოცხლეს. მე მინდა ამოვთქვა ჩვენი დიდი სული, რომ თქვენ ხშირად ჩამოვწამდეთ. ჩვენ არაფერი არ გვჭირდება მატერიალური, ჩვენ გვჭირდება სულიერი ძალა და ამ სულიერ ძალას ვხედავთ თქვენში. მე პირველად შევხვდი უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და უნდა გითხრათ, რომ პატრიარქი ძლიერ შემიყვარდა. ჩვენ ათონელმა ბერებმა მისი 2004 წლის საავდგომო ეპისტოლედანაც ნათლად დავინახეთ, რომ იგი წმიდა ადამიანია. ასეთი ადამიანების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მისი შენარჩუნების გზას გვიჩვენებენ. ამიტომ მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. 2000 წლიანი ქრისტიანული ქვეყანა, თქვენი სამშობლო, მტკიცედ იცავს მართლმადიდებლობასა და სულიერებას. თუ ქართველი ხალხი ამ ძლიერ სულიერ ფესვებს მომავალშიც არ მოწყდება, მუდმივად სულიერი აღმავლობის მდგომარეობაში იქნება. ჩვენს ერებს მსგავსი ისტორია და მთის ხალხისთვის დამახასიათებელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ. შეგვეწიოს მაღალი ღმერთი, ყოველნი წმინდანი, საქართველოსა და სერბეთის წმიდა მოწამენი, რომ რწმენა არ დავკარგოთ და ერთად ვიყოთ ყოვლადმოწყალე ქრისტესთან. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ბერებს ვუამბობთ საქართველოში ნანახისა და განცდილის შესახებ, ისინიც ისეთივე განცდი დაივსებიან, როგორითაც ჩვენ ვართ დღეს აღსავსენი. მე როგორც ივირონის ყველა სხვა ბერი ვიწოდები ივირიტის, რაც ივერიელს, ანუ ქართველს ნიშნავს. სასწაულთ მოქმედი ხატი პორტაიტისა, რომელიც ათონის მთის ერთ-ერთი დიდი სიწმიდეა, ივირონში არის დაბრძანებული. საქართველოში კი ყველა ეკლესიაში თუ მონასტერში, სადაც ვიყავით, ყველგან ვნახეთ პორტაიტისას ასლი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პორტაიტისა შეეწიოს ქართველ ხალხს წმიდა ათონელი მამების სახელობის ტაძრის მშენებლობაში. ფარავდეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი მის უწმიდესობას თავის მაღალ მსახურებაში. გფარავდეთ მადლი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი არის სიმბოლო ღვთისმშობლის ორი წილხვედრი მიწის სულიერი კავშირისა. მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მონასტერი ასევე მოწოდებულია ემსახუროს ამ დიდებული კავშირის დაცვასა და განმტკიცებას. ღვთისმშობლის ორი წილხვედრი მიწის სულიერი ერთიანობა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და ათონისათვის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის. ბოროტი სული მუდამ ცდილობდა ამ კავშირის დარღვევას. ხშირად უკიდურესად ასუსტებდა მას, მაგრამ მისი სრული გაწყვეტა ვერასოდეს მოახერხა. დღეს დადგა ჟამი ამ სულიერი ერთიანობის განახლებისა და გაძლიერებისა. 1000 წლის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატი იცავს წმიდა მთას მრავალი განსაცდელისაგან. ეკლესიის დიდი მამა წმიდა ნიკოლოზ მთაწმიდელი ამბობს:
როცა შეხყურებ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, მთელი გულით მიისწრაფე მისკენ, რომელიც მეუფებს სასუფეველში და ამადლობდე მას. რამე თუ მან შვა, ძუძუ აწოვა და აღზარდა სოფლის მაცხოვარი, რამე თუ არ დაგვტოვებს ჩვენს უხილავ ბრძოლაში თავისი მეოხებისა და შეწევნის გარეშე. ათონზე ოსმალების მორიგი შემოსევის დროს ერთმა ბერმა ივერიის ღვთისმშობლის ტაძართან თვალი მოჰკრა შავოსან ქალს, რომელიც მონასტერს გვიდა. მონასტერში ქალის ხილვამ ბერი ადგილზე გააქვავა. მანდილოსანმა კი შეხედა და უთხრა: ნუ გიკვირს, მოვიდა დრო რომ გავწმინდო ჩემი მონასტერი. მართლაც რამდენიმე დღეში სულთანმა გასცა განკარგულება წმიდამთიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ეს ამბავი მოხდა თომას კვირას. მას შემდეგ ამ დღეს ათონის ყველა მონასტერში სრულდება ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებელი და სამადლობელი ღამისთევის ლოცვა. ათონური გადმოცემის თანახმად, სანამ კარიბჭის საკვირველთ მოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, წმიდა მთა კვლავაც მოჰფენს მთელს ქვეყნიერებას მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე არის ერთი ასეთი ჩვეულება. ყოველ კვირას წმიდა მთის მონასტრები ივირონში აგზავნიან ბერებს, რომელნიც პირადად უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ პორტაიტისა კვლავაც ადგილზეა. ისინი თაყვანს სცემენ ხატს და უკან მიაქვთ სასიხარულო ამბავი, რომ იღუმენიას ჯერ არ მიუტევებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა. უფლის დედას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ღვთის წინაშე უდიდესი კადნიერება გააჩნია. ღვთისმშობელთან სიახლოვემ დაიფარა და გადაარჩინა საქართველო. ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის მისია არის უდიდესი პატივი საქართველოსათვის. მაგრამ ამავე დროს იგი არის უმძიმესი ჯვარი ჩვენი ერისა და ამ მძიმე ჯვრის ტარებას საქართველო მხოლოდ ღვთისმშობლის შეწევნითა და წინამძღოლობით შესძლებს. ღვთისმშობლისადმი ლოცვა ვედრება ღვთაებრივი ძალითა და სიბრძნით აღავსებს სრულიად საქართველოს და გაიყვანს მას სამშვიდობო გზაზე. ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანადრელ იქმენ ყოლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, ხოლო საღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.